Საღამოშიდობის ეთერშია არჩევანი. დღეს ამ სეზონზე არჩევანის ბოლო გადაცემა გადის ეთერში. ზაფხულში ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ტრადიციულად პოლიტიკური ტემპერატურა ეცემა, რათან დღეს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ამიტომ ბუნებრივია მთელი ერთი თვის განმავლობაში მთელი ყურადღება გადატანილი იქნება სწორედ დიდ საფეხბურთო ზეიმზე, ამიტომ პოლიტიკური თოქ-შოუ რუსთავი ორზე უკვე სექტემბრიდან დაბრუნდება. დღეს ჩვენ გადაცემაში რა თქმა უნდა ფეხბურთს შევეხებით და ჩვენ გადაცემის ბოლოს გველდება პირდაპირ ჩართვა ივენთ ჰოლიდან. მანამდე კი რევოლუციური საგადასახადო კოდექსი, სწორედ ასე უწოდებენ ბიზნესმენები და მთავრობის წევრებით ახალ კანონს, რომელიც სულ მალე შევა პარლამენტში. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, ხოლო არჩევანის სტუდიაში კოაკულას პრეზიდენტი თემურ ჭყონია და ვისოლის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე. რამდენიმე წუთში ფინანსთა მინისტრის პირდაპირ ჩართვა არჩევანში. გადასახადები და გადამხდელები არის თუ არა მართლაც რევოლუციური ახალი საგადასახადო კოდექსი და რა შეღავათებს მიიღებს ბიზნესი საქართველოში ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. ეს დოკუმენტი შეიცავს ძალიან ბევრ კარგ და დადებით სიახლეს კერძო სექტორისთვის. რა სიახლეებს ელოდება კერძო სექტორი 1 იანვრიდან და რამდენად მისაღები აღმოჩნდა ახალი კოდექსი ბიზნესისთვის. ეს არ არის კოსმეტიკური ცვლილება და დამატებები და ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ეს არის ძირეულად განსხვავებული, ფუნდამენტალურად განსხვავებული დოკუმენტი. ესეთი კოდექსი საგადასახადო კოდექსი არ აქვს სოფლიოში მიღონი არავის. თავი მეგონა სიზმარში. ახდება თუ არა ქართული ბიზნესის სიზმარი და რამდენად გამარტივდება დღემდე არსებული ბუღალტრული ლაბირინთები, რაც ცვლილებებს თავაზობს სახელმწიფო კერძო სექტორს. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პირდაპირ ეთერში, კოაკულას პრეზიდენტი თემურ ჭყონია და ვისოლის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე არჩევანის სტუდიაში. ერთგვარი დიდი ფეხბურთის ზეიმი სოფლიოში და თბილისში. როგორ ემზადებიან გულშემატკივრები ფავორიტი გუნდების მხარდასაჭერად და ვინსაც უკომაგებს რჩეულ ნაკრებს. იქნება გათამაშებები, ვიქტორინები, შეკითხვები და დარიგდება ძალიან საინტერესო საჩუქრები. აქ იქნება ძალიან მაგარი განწყობა, იმიტომ რომ ყველა ცნობილი სპორტსმენი თუ აი ცნობილი ადამიანი ყველა აქ იქნება. ჩვენ დაგდება ძალიან ბევრი სიურპრიზი, ძალიან ბევრი პრიზები და რაც თავარია იტალიური ფეხბურთი იტალიური სიმღერასთან ერთად. პირველი თამაში და პირველი ემოციები როგორ შეხვდნენ გულშემატკივრები ფეხბურთის დღესასწაულის დაწყებას და რას ელოდებიან აფრიკული ჩემპიონატისგან. არჩევანში პირდაპირ ჩართვები ფან-კლუბებიდან. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, მას ასე პირდაპირ ჩართვა ახლა ჩვენ კითხვებს უპასუხებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. საღამოშიდობისა ბატონო კახა, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საღამოშიდობისა მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო კახა, ახალ საგადასახადო კოდექსს ბიზნესმა უკვე უწოდა რევოლუციური. თუ შეიძლება რომ გაგვიმართოთ, რა არის ამ დოკუმენტში რევოლუციური, რითი არის განსაკუთრებული ახალი საგადასახადო კოდექსი? მე მას ალბათ უფრო მეტად ევოლუციურს უწოდებდი, იმიტომ რომ ის არის იმ განვითარების შედეგი, რაც ჩვენ ქვეყანაში განხორციელდა და ეს არის საბოლოო ჯამში როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, ისე თვითონ ბიზნესის განვითარების შედეგი, რამაც საშუალება მოგცა შეგვეცვალა ძალიან ბევრი დებულება, გაგვეხადა ის უფრო მოქნილი და შესაბამისად თლიანად კოდექსი მთელი მისი თავისი დებულებებით დღეს ნამდვილად გახლავთ ახალი. მოკლედ რომ აღვნიშნოთ მისი მთავარი განსხვავება, ეს არის ალბათ ხისტი მუხლებიდან გადასვლა გაცილებით უფრო ლიბერალურ მუხლებზე, რაც მთავარი განსხვავება იქნება ბიზნესისთვის და ერთი მთავარი მომენტი, რაც თლიანად გასდევს ახალ საგადასახადო კოდექსს, დღეს გახლავთ ნდობაზე აგებული ურთიერთობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. ბატონო კახა, ნიშნავს თუ არა ეს რომ ძველი საგადასახადო კოდექსი პრაქტიკულად გადააგდეთ, აღარ არსებობს და სრულიად ახალი დოკუმენტი დაიწერა? სრულიად ახალი დოკუმენტი დაიწერა, ჩვენ თვითონ დაწერის პროცესიც ესე მიმდინარეობდა, ის არ გახლავთ ძველ დოკუმენტში შეტანილი შესწორებები, ეს გახლავთ OECD-ს, ესე ვთქვათ, განვითარებული ქვეყნების სტანდარტული კოდექსიდან აღებული ტერმინოლოგია და შემდგომ ჩვენ ეს ავიღეთ ჩვენჩხად და მასზე ავაშენეთ ის დებულებები, რაც საქართველოს საკანონმდებლო სივრცე შეესაბამება. ბუნებრივია ჩვენ მას უდარებდით ასევე ძველ საგადასახადო კოდექსს, მაგრამ თვითონ მუშაობა ისე წარიმართა, რომ თვითონ ძველ საგადასახადო კოდექსში ნამდვილად არ ყოფილა შესწორება, ის უბრალოდ ჩვენ გამოვიყენეთ ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადმოსულია დებულებები, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ უარი ვთქვით ძირითად ნაწილს. ბატონო კახა, შემოდის ახალი ტერმინი good face, რომელიც მე პირველად გავიგე ეს ტერმინი. რაც ანუ კარგ გადახდელს ნიშნავს, ალბათ, რომელიც არ პატიოსნად იხდის გადასახადებს, რა პრივილეგიები და შეღავათებითი ისარგებლო ეს ადამიანი, ის ბიზნესმენი, რომელიც მიიღებს good face-ის სტატუსს?
ეს გახლავთ დასავლეთში აპრობირებული ტერმინი და ეს არ არის მხოლოდ ტერმინი, ეს გახლავთ პრაქტიკულად მთელი ინსტიტუცია, რაც შემდეგ უფრო ფართოდ რო შევეხო ამ ცნებას, გულისხმობს კეთილსინდისიერი გადამხდელის გამორჩევას ყველა სხვა გადამხდელისგან და თუ ამ შემთხვევაში ძველი საგადასახადო კოდექსის მიხედვით ძველი და თქვა ჯარიმები შეეხებოდა რაიმე ტიპის გადაცდომას, რომელსაც ჩაიდენდა ბიზნესმენი, ამ შემთხვევაში თუ ის კეთილსინდისიერი ბიზნესმენია და ჩვენ ვიცით რომ მან დანაშაული ჩაიდინა არა წინასწარ განზრახულობით, არამედ იმის გამო რომ ყველა ადამიანები ვართ რა თქმა უნდა და უბრალოდ შეცდომა მოვიდა ამ შეცდომის გამო მას პრაქტიკულად არც არავინ არ დაუზარალებია, ამის შედეგად მას შეიძლება მოეხსნას სანქცია ჯარიმა საურავები. ბატონო კახა, ახალი კოდექსის მიხედვით მეტი თავისუფლება ენიჭება საგადასახადო ინსპექტორს, რომელიც შემოწმებაზე მიდის კონკრეტულ ობიექტზე, ასე ვთქვათ, მეტი დამოუკიდებლობა ენიჭება. ხომ არ გახდება საგადასახადო ინსპექტორის სუბიექტივიზმი სადაო საკითხი შემდგომში? ეს ის საერთოდ ეს ისენი იყო, რომელიც ახასიათებდა ძველ კოდექსს და ამ შემთხვევაში ჩვენ შემდგომ კონკრეტულად გითხრათ, სამი ინსტიტუცია შემოვიდა ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწორედ გადამხდელის უფლებების დაცვა. ახალ საგადასახადო კოდექსში გახლავთ მთელი თავი, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას გადამხდელის უფლებები. ეს სამი ინსტიტუცია მათ შორის პირველი გახლავთ წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია წინასწარ მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მიიღოს პასუხი და ამ პასუხის მიხედვით განხორციელებულ დაბეგვრაზე, საქმიანობაზე მას უკვე ვეღარ მოსთხოვს, ასე ვთქვათ, სხვას ვერაფერს და არ იცხავს. შემოდის უმაღლესი აუდიტორული საბჭოს ორგანო, რომლის ამოცანა არის, რომ დაამკვიდროს დაბეგვრის პრაქტიკა და არ დაუშვას რომელიმე საგადასახადო ინსპექტორი იქნება თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პრაქტიკის არევა, რაიმე ახალი ტიპის ვთქვათ ინტერპრეტაციის შემოტანა და შემოდის რა თქმა უნდა საგადასახადო ომბუდსმენი, რომლის პირდაპირ ფუნქციაში და მოვალეობაში შედის გადასახადის უფლებების დაცვაზე მიმართული მუხლების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ბატონო კახა, კოდექსი რომ კარგია, ამაზე არავინ არ დაობს, ყველა მიესალმება. თუმცა სად არის ის გარანტიები, რომ კოდექსი ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც ეს გაწერილია კანონში? გარანტიები, როგორც აღნიშნე, ჩვენ შევეცადეთ, რომ თვითონ აღნიშნულ კოდექსში ჩაგვედო, აქ არის ძალიან ბევრი ისეთი ინსტიტუცია, რომელმაც თვით რეგულაცია უნდა მოახდინოს აღნიშნული კოდექსის, მაგრამ მეორე მხრივ ამ კოდექსის მუშაობის გარანტია გახლავთ ჩვენ მთავრობა. ამაზე ერთი რამე ცალსახად აღსანიშნავია, რომ ამ კოდექსის საკმაოდ დიდი ახალი ნაწილი არის შესაბამისობაში იმ დაპირებასთან, ჩვენ პოლიტიკურ დაპირებასთან, ჩვენი გუნდის, რაც ჩვენ გქონდა არჩევნების წინ. ეს გახლავთ ბიზნესის ერთ-ერთი ძალიან დიდი და მსხვილი ნაწილის მიმართ, რომელიც არის დღეს მცირე ბიზნესი საქართველოში და სწორედ ამ ახალი კოდექსის ფარგლებში ჩვენ ეს დანაპირები პირწმინდად შევასრულეთ, რაც მანამდე გქონდა და წარმოდგენილია აბსოლუტურად ახლებული ხედვა და ახლებული დაბეგვრა მცირე ბიზნესის და მიკრობიზნესის და გარანტია სწორედ გახლავთ ეს, როდესაც პოლიტიკური დაპირება სრულდება და ჩვენ ნამდვილად ვაჩვენებთ მთელი წლების განმავლობაში, რომ ამ მთავრობის და ამ ხელისუფლების ამ პარლამენტის მიერ მიცემული დაპირებები ნამდვილად სრულდება. კოდექსში განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, შეღავათები აქვს მცირე ბიზნესს და მიკრობიზნესს, რომელიც ახალი ტერმინები, რომელიც კიდევ ერთხელ შემოვიდა ჩვენს კანონმდებლობაში. რაც შეეხება სალარო აპარატებს, რომელიც იყო ძალიან ხშირად დავის საგანი და პრეტენზიების საგანი მცირე მეწარმეების მხრიდან. ვის ეკნება შეღავათები ამ კუთხით? შეღავათები ბუნებრივად გავრცელდება, ეს საკმაოდ ვრცლად არის მოცემული ახალ საგადასახადო კოდექსზე, ანუ საკმაოდ ტექნიკური დეტალები ამ მხრივ, თუმცა თვითონ სალარო აპარატები იმდენად თემა აღარ იქნება, რამდენადაც სალარო აპარატი არ ქმნიდა პრობლემას ქმნიდა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტების ბუღალტერიის მოთხოვნა განსაკუთრებით მცირე და მიკრობიზნესზე და სწორედ აქედან იყო გამოწვეული მე მთელი რიგი სირთულეები ჩვენ იმ საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმით სწორედ აი ამ ადმინისტრაციულ ტვირთისგან მთლიანად ვანთავისუფლებთ მცირ ბიზნესს და მათ მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ციფრობრივად დაახლოებით ნახევარზე უფრო მეტჯერ უმცირდება საგადასახადო წნეხი ამ შემოთავაზებული ცვლილებებით და ყოველ შემთხვევაში მიკრობიზნესს რაც შეეხება ის საერთოდ თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისგან. ბატონო კახა,
საგადასო კოდექსი მარტივდება ბიზნესისთვის, ანუ უფრო ადვილად ხელმისაწვდომია ბუღალტერია, ეს გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება კანონდარღვევებს და ურჩგადახდელებს, მათთვის რა საჯარიმო სანქციებია? მკაცრდება თუ არა კანონი მათთვის? ან მკაცრდება, ამ მხრივ მათთვისაც შეიძლება ითქვას, რომ საჯარიმო ნაწილები მცირდება და მსუბუქდება. აქ ჩვენ მე დავუწოდებ ალბათ ამ კოდექსს უფრო ევოლუციურს, ჩვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი დანაშაულებები, რასაც ადგილი ჰქონდა ბიზნეს სფეროში, დღეს ან უბრალოდ გაქრა, ან საერთოდ შემცირებულია და შესაბამისად ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, როდესაც საჯარიმო ნაწილი კოდექსის შევასუსტეთ. მე მაგალითისთვის მოგიყვანთ, ვთქვათ, შეცდომისა და ძალით ჩადებულ დანაშაულს შორის ძველი კოდექსი არ განარჩევდა და ერთადერთ ჯარიმას აკისრებდა. მაშინ როდესაც ახალი კოდექსით ეს ასეთი ტიპის შეცდომა და განზრახ დანაშაული არის აბსოლუტურად გამიჯნული. იგივე ყველაზე უფრო საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილი თემები, როგორც გახლავთ ინვენტარიზაცია და ქრონომეტრაჟი, საგრძნობლად იცვლება და იწვევს გაცილებით ნაკლებ დაჯარიმებას და ეს შეეხება მთლიანად კოდექსის ყველა აი ტიპის ადმინისტრირების ტიპის მუხლებს ყველას შეეხო ასეთი გადახედვა. გაადვილების კუთხით, რა თქმა უნდა. ბატონო გახა, კოდექსი ძალაში 1 იანვრიდან შევა ოფიციალურად, თუმცა საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული მუხლები შეიძლება გაცილებით ადრე ამოქმედდეს, თუ არის განსაზღვრული, რომელი მუხლები შეიძლება უფრო მალე ამუშავდეს, რაც კოდექსია ჩადებული. 1 იანვრიდან კოდექსის შესulis, ასე ვთქვათ, ამას გააჩნია თავისი მიზანი, უბრალოდ ჩვენს 1 იანვრამდე გვჭირდება დრო იმისთვის, რომ დავამუშავოთ დღეს მოქმედებს და ასობით ქვენორმატიული აქტი ძველი კოდექსის ფარგლებში. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ეს ნორმატიული აქტი ბიზნესთან ერთად მათთან მონაწილეობით დამუშავდეს და ასე ვთქვათ, სრულ მასშტაბიანი, სრულფასოვანი საგადასახადო კანონმდებლობა მივიღოთ უკვე 1 იანვრისათვის. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ჯერ მიგვეღო კოდექსი და მერე დაიწყოს ასე ვთქვათ, სწრაფი მუშაობა ქვენორმატიულ აქტებზე, რასაც შეიძლება მოყოლოდა შეცდომები, ამიტომ სწორედ აღნიშნულის თავის არიდების მიზნით განისაზღვრა 1 იანვარი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვითვალისწინებთ რა, რომ ბიზნეს ზოგიერთი მუხლები ძალიან ეჩქარება, ეს მუხლები ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის გაუგებრობასთან, რასაც დღეს კოდექსი წარმოქმნიდა და ასევე დაკავშირებულია იგივე რაც თქვენ ახსენეთ, სანქცია საუბრობებთან და მათ შემსუბუქებასთან და ვფიქრობთ, რომ ეს ნაწილები ასახვას პოვებენ უკვე ძველ კოდექსში. და ბატონო კახა, კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ალბათ უფრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უკავშირდება, მაგრამ ვინაიდან თქვენ ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი ხართ, მე მინდა თქვენს კითხოთ ეს ლარის კურსის ვარდნა, რომელიც ბოლო კვირაში დაფიქსირდა. თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ ლარის კურსის ცვალებადობა არ გავლენას არ მოახდენს და არ დაიწყება ინფლაცია ქვეყანაში, ანუ ლარი ეს საშუალება არ ემუქრება, თუმცა უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში ფასების გარკვეულ მატებას. მადლობა ამ შეკითხვით. დაწყებულია უკვე გარკვეული ფასების მატება და შედ გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი? მოდით ოდნავ ვფასუხებ თქვენ შეკითხვას. მე ამას არ დავარქმევდი ლარის კურსის ვარდნას, მე უფრო დავარქმევდი აღნიშნულს დოლარის გამყარებას საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც ადგილი ჰქონდა გასული დღეების განმავლობაში და ევროს კურსის დაცემას და შესაბამისად ლარი ბუნებრივია მათ მიმართ ივაჭრება და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ დოლარის მიმართ ლარმა პოზიციები დაკარგა, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ 9%-ით არის გამყარებული ამავდროულად ევროსთან მიმართებაში და რაც შეეხება ფასებზე, ლარის კურსის ცვალებადობა, ის ცვალებადობა, რაც ამ დღეებში ხორციელდებოდა, იყო მხოლოდ 3%-ის ფარგლებში, მაშინ მე როდესაც ვისმენ, რომ ზოგიერთმა კომპანიამ 10%-ით გაზარდა ფასები, რაც ბუნებრივია სამსერდად შორის როგორც უყურებთ დიდი განსხვავება, მაგრამ კიდევ ერთი ლარის კურსის სხვაობა არანაირ პირდაპირ გავლენას არ ქმნის ეკონომიკურად ფასებზე, ვინაიდან შესყიდვა საქონლის და შემდგომში გაყიდვა ბუნებრივია სხვადასხვა დროს ხდება და ეს შეუძლებელია, რომ ასეთი მყისიერი გავლენა ჰპოვოს, მაგრამ აქ ყველაზე უფრო მთავარს აღნიშნავ, რაც ძალიან ბევრ ბიზნესმენს ეპარება თავისი მსჯელობიდან, როდესაც ლარის კურსს აბრალებენ, ასე ვთქვათ, ფასების გაზრდას, რომ ჩვენი მთავარი სავაჭრო ვალუტა გახლავთ ევრო. ქვეყნის 26% სავაჭრო ბრუნვის მოდის ევროზონაზე და შესაბამისად თუ კი რამე ახდენს გავლენას ამ შემთხვევაში
საქართველოში ფასებზე ეს გახლავთ სწორედ ევროს ღირებულება, როგორც გითხარით, ლართან მიმართებაში 9%-ით დაეცა ამ პერიოდის განმავლობაში და მე ასეთ კითხვას დაუსმევდი იმ ხალხს, ვინც ლარს აბრალებს, თუ გაიაფეს ამ პერიოდის განმავლობაში ასევე 9%-ით ის პროდუქცია, რასაც ისინი ყიდიან. ამიტომ ჩემი აზრით უბრალოდ სპეკულაციას აქვს ადგილი, რაც ბუნებრივია კანონმდებლობით დაკრძალული არ არის, მაგრამ ამ ადამიანებს უნდა იყოთ იმისი ნამუსი თუ ვაჟკაცობა, რომ პირდაპირ თქვან, რომ მათ სურთ მეტი მოგების მიღება. ამაში მით უმეტეს დასაძრახი არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ბიზნესი იმისთვის არსებობს, რომ მოგება მოიპოვოს. დიდი მადლობა ბატონო კახა, პირდაპირ ჩართვისათვის. მე შეგახსენებთ, ჩვენ შეკითხვას პასუხობდა ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. როგორ უყურებს ახალ საგადასახადო კოდექსს უკვე ბიზნესი, ამას ჩვენ რეკლამის შემდეგ შევიტყვით. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება სოსო ფაკაძე, თემურ ჭყონია, ჩვენი სტუმრები, მადლობა ბატონებო, რომ მობრძანეთ გადაცემაში. ბატონ თემურ, ეხლა თქვენი კომენტარი იყო ცოტა ხნის წინ ჩვენი გადაცემის ანონსში და სადაც თქვენ ბრძანეთ, რომ ასეთი საგადასახადო კოდექსი სიზმარში თუ მინახიაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ბიზნესისთვის სიზმარი ახდება? ესე დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე არც ვაბი ძველ საგადასახადო კოდექსის გარშემო შეიძლება არც მოსულიყავი განხილვის დროს, იმიტომ რომ იმენად ბუნდოვანი იყო და იმენად გაუგებარი ჩემთვის, რომ ძალიან დიდი შრომა დამჭირდება, რომ რაღაც კომენტარი გამეკეთებინა ამ სისტემაზე. საქმე იმაში, რომ რაც ჩვენ პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს შემოგთავაზა ბიზნესმენების შეხვედრაზე, მართლა ესეთი მოულოდნელი იყო, სიმართლე გითხრათ, რომ იმიტომ თქვი ესე, იმიტომ რომ დღეს ჩვენი პრობლემა საერთოდ რაც ჩვენ ამდენი წელიწადი ბიზნესში ვართ, იყო ესეთი, რომ სურვილი ქონდა, რომ სახელმწიფო ჩვენს იმათ ნდობა გამოეხატა. იმიტომ რომ გადასახადებს, რომელსაც ჩვენ ვიხდით პატიოსნად და არის უნდობლების მომენტი, არის რაღაც ვერ ვძნობთ კომფორტულად თავს. თელე საგადასახადო კოდექსი აგებულია ჩვენს მიმართ ბიზნესმენ ნდობაზე. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი როლი საზოგადოებაში, სახელმწიფოში, ჩვენი იმიჯი იწევს ვიდრე აქამდე ქონდა ჩვენი წარმოდგენა. მაგის გარდა თვითონ ის პუნქტები, რაც ძირითადი პუნქტები, რაც პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა ჩამოიყალიბა, რამოდენიმე პუნქტია ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ კოდექსი მხელა იმას ვერ განვიხილავთ, ხო, შეიძლება ჩვენ არ ვქონდეს მაგის დროს რაღაც. გარდა ამისა, რაც ჩამოაყალიბეს, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ფინანსურადაც, ადმინისტრირების სახითაც, იმდენად იზრდება ჩვენი როლი სახელმწიფოს ურთიერთობაში, რომ ბიზნესმენი, რომელიც ამ საგადასახადო კოდექსს წაიკითხავს, შეისწავლის, ძალიან ისეთი უნდა იყოს, რომ აორიდოს თავი გადასახადებს. ეს ძალიან სხვა თემაზე უნდა გადადიოდეს. ამიტომ ნდობის ფაქტორის თემა, რომელიც წინა პლანზეა წამოწეული, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბატონო სოსო, პრემიერ-მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თავის გამოსვლაში მუდმივად იძახდნენ, რომ ჩვენ გვინდა მოგვაწოდოს შენიშვნები ბიზნესმა, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა მათი მოთხოვნა და შენიშვნა. რამდენად აქტიური იყო ბიზნესი, როდესაც საგადასახადო კოდექსზე მიდიოდა მუშაობა? ძალიან პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმდენად საინტერესო ფაქტი ხდება დღეს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ის ინფორმირებული უნდა იყოს ამ ფაქტთან დაკავშირებით და მას მაქსიმალურად უნდა გააჩნდეს ინფორმაცია რა ხდება დღეს. საგადასახადო კოდექსი ქვეყანაში არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. და ზედმეტია საუბარი თუ რაოდენ აქტუალურია ეს ბიზნესისთვის ქვეყანაში. ის საგადასახადო კოდექსი, რომლის ამოქმედებაც მოხდება, არის ცვლილებები არსებულ საგადასახადო კოდექსში ან დამატებები, რომელიც ძალიან ბევრჯერ მოხდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ანუ იმ პერიოდში, როცა ჩვენ მქონდა საგადასახადო კოდექსი, ეს არის ძირეულად განსხვავებული ხასიათის დოკუმენტი, სხვა სახის ფუნდამენტალურ პრინციპებზე აგებული და ბუნებრივია ძალიან დიდ სტიმულს მიცემს ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის შემდგომ განვითარებას. და უფრო კონკრეტულად, კოდექსი, რომელიც ჩვენ 90-იანი წლების მერე სარგებლობდით, ის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ჩვენამდე მოაღწია მას შემდეგ, რაც
რაც ის მიღებული იქნა იმისათვის, რომ გავრცელებულიყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და მოხდა ალბათ რამოდენიმეჯერ მისი გადათარგმნა, სანამ ის ჩვენამდე მოაღწევდა და მისი ძირითად ძალიან დიდი ნაწილი მთელი რიგი მუხლებისა იყო ორაზროვანი, ბუნდოვანი, ეს მთავარი პრობლემა არსებული საგადასახადო კოდექსისა და გაუგებარი. ხა მე ძალიან ხშირად მახსოვს, როდესაც ვიჯექით ბუღალტრები, იურისტები გვიან ღამემდე და კონკრეტული მუხლების შესახებ იყო არაორაზროვანი დამოკიდებულება. ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც 10 ადამიანს შეეძლო 10 აზრი გამოეხადა კონკრეტული მუხლის მიმართ. და ეს ბუნებრივია გასაკვირია, როდესაც დოკუმენტს კითხულობ, რომელიც შენს მშობლიურ ენაზეა დაწერილი. და ამ დოკუმენტზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი მკაფიოა ახალ დოკუმენტში? მე რამოდენიმეჯერ წავიკითხე ახალი საგადასახადო კოდექსი და ძალიან მარტივად ეკითხება, გასაგებია ეგ რაც წერია. ეხლა უფრო კონკრეტულად, თავარი ხერხემალი ღერძი რაც არის ამ ახალი საგადასახადო კოდექსის არის, იქ შემოდის წინასწარი გადაწყვეტილების ცნება. ანუ ეს რას ნიშნავს? ძველად თუ თქვა ბიზნეს გვაინტერესებდა, ასე თუ სამეურნეო ოპერაცია როგორ ჩავატაროთ, რომ ვიყოთ პირნათელი სახელმწიფოსადმი, ანუ საგადასახადო კანონმდებლობისადმი, ხო? ამისათვის ჩვენ შეგვეძლო გაგვიგზავნა წერილი, მივიღებდით საგადასახადო ორგანოდან პასუხს, რომ აი კონკრეტული ოპერაცია შეიძლება ესე ჩატარდეს, თუმცა ეს წერილი იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის და მას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. შემდეგ საგადასახადო მაკონტროლებელი ორგანო შემოვიდა და შეგვამოწმდა ამ წერილს გადადებდნენ გვერდზე და იგივე ოპერაციაზე თუ ისინი ჩადდნენ საჭიროდ, რომ შეიძლება დაერიცხოს გადასახადი, დაერიცხებოდა გადასახადი ჯარიმა საურავი ასე შემდეგ. აი ამ ახალი საგადასახადო კოდექსის სწორედ ეს წინასწარი გადაწყვეტილების ცნება ვახსენე მე. თუ ჩვენ რაიმე სამეურნეო ოპერაციას ააპირებს, ეს თუ ეს ორგანიზაცია წინასწარ აგზავნის წერილს საგადასახადო ორგანოში, ითხოვს განმარტებას, თუ როგორ უნდა ჩავატარო ესა თუ ის სამეურნეო ოპერაცია, რომელიც იყო პირნათელი საგადასახადო კანონმდებლობასთან, მიიღებ ამ განმარტებას, ეს უკვე არის სავალდებულო, ეს უკვე არის იურიდიული ხასიათის დოკუმენტი, მას აქვს იურიდიული ძალა და შესაბამისად აკეთებს შენ ბიზნესს, ამიტომ ცხოვრება მაქსიმალურად გაიადვილდა. ასევე მეორე პუნქტი აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ეს არის საგადასახადო ომბუდსმენის თემა. ამ ახალი საგადასახადო კოდექსის ხელისუფლებას მთავრობა შემოყავს ახალი ინსტიტუცია, ეს არის საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსის აღსრულებაზე ზედამხედველობა იმ კონტექსტში, რომ თუ რომელიმე გადახდელის უფლებები და მისი კანონერი ინტერესები ირღვევა, ეს ამას გამოავლენს, ხდება ამის განხილვა და ის ყველაფერს ცდილობს, რომ მოხდეს ამ დარღვეული უფლებების აღდგენა. ახლა ეს კიდევ ერთხელ არის ხელისუფლების კარგი ნაბიჯი, რომ შეიქმნას კიდევ ერთი დამატებითი ხიდი ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. არსებობს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ძალიან კარგი ინსტიტუტია და ეფექტურად მუშაობს. ეს ხიდია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და ძალიან ბევრ პრობლემას წვითავს. ამავდროულად ეხლა წარმოვიდგინოთ კიდევ დამატებითი ინსტიტუტი იქნება, მაგრამ უკვე ხელისუფლების მიერ ძალიან მნიშვნელოვანია და საგადასახადო ომბუდსმენი სწორედ იმითაა დაკავებული, რომ ჩვენი პრობლემები მიიტანოს და გადაწყვეტოს. კარგი, ბატონ თემურ, მე არაერთხელ მომისმენია თქვენი ძალიან მკვეთრი და მწვავე განცხადებებით დღემდე არსებულ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით. დიახ. ყოველთვის, როდესაც თქვენ რაღაცა შენიშვნები გქონდა, ძალიან კრიტიკულად და მწვავედ გამოხატავთ თქვენ თქვენ შენიშვნებს. დღეს რა შენიშვნები აქვს თემურ ჭყონიას ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ სუბიექტივიზმი უნდა გამოირიცხოს ამ საგადასახადო კოდექსში, იმიტომ რომ არის ზოგიერთი მომენტი, რომელიც დამოკიდებულია ადმინისტრირების თემასთან. მაგალითად, როდესაც ამ აგენტს უფლება მოსილება უფრო მეტი აქვს, თქვათ, რაღაც მომენტებში შეიძლება სუბიექტივიზმი იყოს გადამწყვეტი რაღაც. ამიტომაც არის დღეს რომ ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს დრო, რომ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს საგადასახადო კოდექსში იყოს გამოსწორებული. ამიტომ ჩვენ გვექნება რაღაც შენიშვნები ამ სუბიექტივიზმის მიმართ და მე ვფიქრობ, რომ რაღაც მთავრობასთან ძალიან სერიოზულ შეთანხმებას მივახცევთ. კონსულტაციები, როდესაც მიმდინარეობს ახალ საგადასახადო, რამდენად მოდის ხელისუფლება თქვენს წინააღმდეგებზე? მე ვფიქრობ, რომ უფრო ბევრ მოთხოვნას ვიყენებს, ვიდრე ჩვენ ცოდნა გვაქვს იურიდიული. იმიტომ რომ ეს საგადასახადო კოდექსი მაინც იურისტების, ბიზნესმენის აზრი უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ იურისტების თემაა, რომ კარგად იყოს იურიდიულად ჩამოყალიბებული. ბევრი ბიზნესმენს ამის ცოდნა, მაგალითად, ესეთი დიდი გამოცდილება მაგალითში არ აქვს. მე უბრალოდ მომწონს ის თემები, რომ არის ესეთი მაგალითად დამატებით ღირებულების გადასახადის თემა, რომელიც კვარტალურად რომ არის, ხო? ეს ჩვენზე მარტო ბიზნესი არ იმოქმედებს, თქვა ბიზნესის შიგავე ეს შეიძლება საბანკო სესხებზეც იმოქმედოს, იმიტომ 2 თვის განმავლობაში ხდება გადასახადების თემა და შეიძლება სესხიდან ჭირდებოდა ხან დაგვეფარა
ეს ვალდებულებები. მე ძალიან შეზღუდულები ვიყავით, რომ მანდამაინც 15 რიცხვში უნდა დამთავრებულიყო ჩვენი ურთიერთობა სახელმწიფოსთან და ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი ოპერაციის შემთხვევაში შესაძლებელი იმ დღეს არ არის საუბარი ხანგრძლივად, ან ერთი კვირის მერე ყოფილიყო ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა. ეს უპროცენტო სესს გაძლევს ესე იგი სახელმწიფო განვითარებისათვის. ეს ამას ყველაფერს უნდა სწორი ანალიზი, სწორი დანახვა, რაც არის ძალიან საინტერესო. ახლა მე ის იყო ხისტი, ესე ვთქვათ, ხისტი საგადასო სისტემა, რომელსაც მე გველახსენებთ, არც ვინტერესდებოდ, მე მაინტერესებდა მხოლოდ არ დამერღვია რაღაც ისეთი, იმიტომ რომ იმ დავების განხილვის დროს, როდესაც ჩვენ მივიდიოთ როგორც დამნაშავეები, ჩვენ არ მივიდიოთ როგორც პარტნიორები, ჩვენ დასაწყისშივე განხილვები ვიყავით როგორც გადასახადის დამმალავები, რომლებიც უნდა დააჯარიმონ, ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში გაუნახევრონ, მაგრამ რაღაც შეთანხმების ხარჯზე. ეხლა ესეთი რამე არ ხდება. იმიტომ რომ ის გადასახადო სისტემა იმდენად საშინელება იყო, ზალიგორო იმაზე საუბარიც, მაგრამ აქ წევანსოს აღნიშნა, რომ ის იმდენად დალაგებულია ის თემები, მე არ მომხედველობაში მთელი საქართველოს კოდექსი. ის თემები, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს სახელმწიფოსთან ფინანსურად და ყველანაირად, რომ ის თემები არის ძალიან გამჭვირვალე, ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გინდაც ის აი მაგალითად 30000 გადასახადს რო არ იხდის 30000 ლარის ბრუნის მიკრობიზნესის თემა, ხო? მიკრობიზნესის თემა. მე ვკითხე პრემიერ-მინისტრს, მე ვთქვა როგორ უნდა დაადგინოთ მე მეგონა რაღაც არსებობდა რაღაც რა ვიცი, რაღაც აპარატები რაღაც. შეუძლებლად პასუხი იყო რომ დობის ხარჯზე. ესე იგი, რამდენი ბიზნესმენი არსებობს 30000 ლარის ბრუნვა რომ მქონდა, რომელიც არ ამჟღავნებდა დეკლარირებას არ უგებდა თავის მოღვაწეობას იმის გამო რომ ეშინოდა ვიღაცას არ დაეჯარიმებინა. მომგებიანი ხდება. მომგებიანის გარდა პრესტიჟული ადამიანი არ მალავს თავის ლეგალიზებას უკეთებს, თავის შრომას, თავის ნიჭს და ოჯახი არის ბედნიერი, რომ თავის ოჯახში შრომელი ადამიანი საზოგადოებაში არის გამოქვეყნებული, ცნობილი და არ იმალებ ერთი სიტყვით. ბატონ თემურ და ბატონ სოსო, თქვენ ორივე წამყვანი ბიზნესმენები ბრძანდებით საქართველოში და ბუნებრივია მუდმივი კონტაქტები გაქვთ უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან. ბატონ სოსო, რამდენად ხელსაყრელი არის ახალი კოდექსი ინვესტორებისთვის? რამდენად გაიზრდება ინვესტიციები ქვეყანაში, როდესაც რეალურად ამუშავდება ეს კოდექსი? კიდევ ერთხელ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რაც კიდევ და კიდევ არეგულირებს ურთიერთობას ჩვენსა და სახელმწიფოს შორის და ეს არის დოკუმენტი, ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ინვესტიციებისათვის, ბიზნესის კეთებისათვის. ბუნებრივია ეს დამატებით სტიმულს აძლევს ჩვენ პარტნიორებს, რომ მათ უფრო მეტი ინვესტიციები ჩადონ ქვეყანაში და ჩვენ უკვე კონსულტაციები გქონდა ჩვენ პარტნიორებთან. მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც სამეურნეო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ქვეყანაში, მათ ეკრებათ კონსულტაციები, მათ ისინი მიაწვდიან დაინტერესებულ პარტნიორებს თუ რა კარგი ცვლილებები შემოდის ახალი საგადასახადო კოდექსის სახით და ბუნებრივია ეს კიდევ უფრო დაინტერესებთ მათ, რომ მეტი ინვესტიციები ჩადონ ქვეყანაში და ახლა ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემა იყო, როდესაც ზედმეტობას ვეძახით, ესე ტერმინოლოგია არსებობს ბიზნესში, ზედმეტობა გვიხდებოდა საგადასახადო ორგანოებში, რომლის უკან დაბრუნებაზე რა თქვი ზღაპარში მეგონა თავი ზუსტად პრემიერ-მინისტრს ესეც ამეთქვა, რომ რომც არ გინდოდეს მაინც დაგიბრუნებთ უკან. ეს ავტომატურ რეჟიმში ხდება უკან თანხის დაბრუნება. მილიონობით თანხები და ისა ხალხს. ძალიან დიდი პრობლემა იყო, როგორც მე ვიცი, კიდევ ეს ვადა გასულიდან პროდუქციის ჩამოწერა. საერთოდ კატასტროფა იყო, იმიტომ რომ ჩვენ რო წარგვედგინა ჩამოსაწერად გამზადებული, ეს იყო უნდა გადავიხადა დამატებების გადასახადით. ამ წლების განმავლობაში არის ბიზნეს ორგანიზაციები, სადაც აქ წლების განმავლობაში აქ ჩამოსაწერად გამზადებული საქონლი ვერ წერენ, იმიტომ რომ ეს იმდენად რთულ ბიუროკრატიულ მახეში გაებმევია, რომ შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეთ, ვიდრე ეწყოთ საწყობში. ხოსო, ბატონ თემურ ბრძანა, რომ გარკვეული შენიშვნები აქვს სუბიექტებთან დაკავშირებით და ალბათ მოახსენებს ბატონ თემური, მე ხელისუფლების წარმოსამოს ვისოლის ხელმძღვანელობას რა შენიშვნები აქვს ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით? ბუნებრივია, არამარტო ჩვენი კომპანიის, არამედ ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსგან, უფრო მეტად, როდესაც მოხდა პრეზენტაცია სულ რამოდენიმე დღის ამ საგადასახადო კოდექსის ბიზნესის წინაშე, პირიქით საქართველოს პრემიერმა და ფინანსთა სამინისტრომ, ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით გთხოვეს, რომ მოახლოეს დღეებში წარმოადგინოს ჩვენი შენიშვნები. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ, დღესაც მუშაობთ გუშინაც შემდეგ კვირაში ასოციაციაში გვექნება კომიტეტის სტომა
და ამ შენიშვნების პაკეტს გადავცემთ აუცილებლად ფინანსთა სამინისტროს. მე ეხლავე შემიძლია თქვა ორი სიტყვა ამ შენიშვნების შესახებ და მე დარწმუნებულება რომ ამას გაითვალისწინებენ. თქვა თუ იქ ვაქ ჩვენ კონკრეტული მოსაზრებები როიალტით იბეგრება და როიალტი იბეგრება დაბეგრის წყაროსთან, ასევე საიჯარო მომსახურების თანხა იბეგრება დაბეგრის წყაროსთან, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ასევე თუ გახსოვთ ძველად როდესაც კერძოფერი ახდენდა უძრავი ქონების რეალიზაციას, თუ იმ ქონებისა, რომელიც მას საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით ჰქონდა, ეს ოპერაცია საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა, ეხლა ხდება მისი დაბეგრვა. ასევე არის გარკვეული საკითხები, რომელთაც ჩვენ თავიდანაც თქვენი შეკითხვა ერთ-ერთი ეს იყო, რომ რამდენად თანამშრომლობთ ხელისუფლებასთან. აი ეს დობის ელემენტებიც ალბათ რომელიც იქიდან წამოვიდა, სწორედ ამას ემსახურება, რომ ისეთი დოკუმენტები შეიქმნას, რომელიც გაადვილებთ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას და ეს პარტნიორული ურთიერთობა სწორედ ამ წარმატების საფუძველს იძლევა. და მე ვფიქრობ, რომ ბიზნესის წარმატება, ბიზნესის ძლიერება ნიშნავს ეკონომიკის სიძლიერეს და ნებისმიერი ქვეყნისათვის წარმატების მთავარი ფორმულა, სიძლიერის მთავარი ფორმულა არის სწორედ ძლიერი ბიზნესი. და ძალიან გვიხარია ყველას, რომ ეს განცდა, ეს პათოსი არსებობს ხელისუფლებაში და მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯი სწორედ ახლა ამის დასტურია. ეხლა რამდენადაც მე ბატონ კახას ვსმენ და ბოლო დროს რაც მე ვნახე მთავრობის იმ წარმომადგენლებს გამოსვლები, რომელიც უშუალოდ მუშაობდნენ და შეხება ქონათ ამ საერთო კოდексს, თვითონ ძალიან მოწინააღმდეგეები არიან, რომ როგორმე ის საგადასახადო კოდექსი მიიღონ, რომელიც ორივე მხარისთვის, ასე ვთქვათ, მისაღები საკუთრებაც არის თყობამისათვის. კი, არ ბოდიში ბატონ თემურ, მე არ დამავიწყდება რამოდენიმე დღის ეს სანამ ხდებოდა ამ კოდექსის პრეზენტაცია, უბრალოდ ჩვენი თხოვნით ასოციაციის საბჭოს წევრები ვიყავით საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და ის დადებითი ემოცია, ის აღდგინება არ დამავიწყდება, როცა ეს ადამიანი 3 საათის განმავლობაში ჩვენ გვიხსნიდა და მუხლებს ახალი საგადასახადო კოდექსსა და ეს ჩვენი თაობის ხალხია, ახლავს და ადამიანები არიან და ბუნებრივია ისინი როდესაც თავის საქმეს კარგად აკეთებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია და ძალიან გასახარებელია რასაკვირველი. თუმცა კიდევ ამბობ, ყოველთვის იქნება, ყოველთვის. თაობას რატო შეეულა? ჩვენ ორივე ახალგაზრდები ვართ, ბატონ თემური ძალიან ახალგაზრდაა თავისი. ბატონ თემურის ენერგია ვერს გაასწრებს კი. ბატონებო, ეს რაც შეეხება საგადასახადო სისტემას, მე დარწმუნებული ვარ, ალბათ ისე იქნება, რომ ყველასთვის მისაღები დოკუმენტის შედგება საბოლოო ჯამში და პირველ ჯამიდან ბიზნესის და სახელმწიფოს რაღაც მართლად ნდობის საფუძველზე დაიწყებენ ურთიერთთანამშრომლობას და მე გადაცემის ბოლოს არ შემიძლია ალბათ დღის და თვის და წლის მთავარ თემას არ შევეხო, ეს ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც დღეს დაიწყო, მაგრამ შემდეგ მე მეულდება პირდაპირ ჩართვა ივენ თოილიდან, სადაც ბატონ სოსო, მე ეჭვი მაქვს, რომ კომპანია ვისული იტალიის მხარდამჭერი უნდა იყოს. თქვენი ეჭვი მართლდება. და ძალიან ინტენსიურად ჩავარდა. სადღაც შემოგვიერთებთ ფეხბურთს. ივენ თოლში დავიწყეთ უკვე იქ სულ რამოდენიმე ფან-კლუბია, სხვადასხვა დღეს ჩვენი ფან-კლუბის წარმომადგენლები მთელი ქალაქის მასშტაბით დადიოდნენ მანქანები და ახდენდნენ პოპულარიზაციას ამ თემისა და ძალიან კარგია, როდესაც მოსახლეობა ესე აქტიურად არის ჩართული ამ ფან-კლუბებში. მით უმეტეს ახლა თქვენ ფეხბურთზე განსაკუთრებული ყურადღება გაქვთ, რაც კოდექსთან დაკავშირებით ვიყენებ ახლა ამ საშუალებას და ერთი რამე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ესეც იქნება ერთ-ერთი ჩვენი შენიშვნა, ხა იცით ჩვენი დამოკიდებულება თქვენ სპორტისადმი, ჩვენ ყავს საკმაოდ წარმატებული კლუბების ოლღოჩები, ეხლა დაგვემატა და ძალიან გვიხარია ტორპედო ქუთაისი და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტორპედო ქუთაისი იყოს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კლუბი და ახლა კოდექსთან დაკავშირებით ესეთი რაღაცის თხოვნა გვინდა. ესე იგი ჩვენი ქართული სპორტსმენები, ისინი როდესაც ოლიმპიადებზე, მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებზე აღწევენ წარმატებას, ახდებიან ჩემპიონები ან საპრიზო ადგილებზე გადიან სპორტსმენები და მათი მწვრთნელები იღებენ ფულად ან არაფულად ჯილდოს და ეს არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ჩვენ ესე წარმოგვიდგენია, რომ ევროპულ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი თუ სპორტსმენი და ასევე მათი მწვრთნელებიც ასევე პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები ჩვენ ესე ვფიქრობთ. კარგი იქნებოდა თუ ისინიც მათზე გადაცემული ფულადი ჯილდო ან არაფულადი ჯილდო განთავისუფლებული იქნებოდა საშემოსავლო გადასახადისაგან. ეხლა ამაში ლოგიკა რაშია? ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ქვეყნის შიგნით ხდება წარმატებული სპორტსმენი და მეორე ქვეყნის გარეთ. ნუ ამ წინადებითაც შევალ და ვნახოთ. ბატონ თემურ, თქვენ ის გულშემატკივრებთ? მე ახლა ესეთი დიდი კომპანია არ მაქვს დაწეული, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც მექსიკას ბალეში გობს, დიახ, იმიტომ რომ მექსიკის საკონტინენტო კონსული ვარ და უფლება არ მაქვს. ნუ მაშინ ეს გევალებათ. ფეხბურთის სიყვარული გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ
ინგლისის მხარეს უფრო ვიხრები ხარ. მე წარმატებას გისურვებთ უპირველეს ყოვლისა ბიზნესში. და ვფიქრობ, რომ წარმატებით დასრულება თქვენი კონსულტაციები და ის საკითხო კოდექსი, რომელიც შევა, ყველასთვის მისაღები იქნება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოჭონია და ბატონ სასუფრაგაძე იყო არჩევნის სტუმრები. რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე ფეხბურთით დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ერთიანი დიდი ფეხბურთის ზეიმი მსოფლიოში და თბილისში. როგორ ემზადებიან გულშემატკივრები ფავორიტი გუნდების ხარდასაჭერად და ვინსაც უკომაგებს ჩეულ ნაკრებს. იქნება გათამაშებები, ვიქტორინები, შეკითხვები და დარიგდება ძალიან საინტერესო საჩუქრები. აქ იქნება ძალიან მაგარი განწყობა, იმიტომ რომ ყველა ცნობილი სპორტსმენი თუ აი ცნობილი ადამიანი ყველა აქ იქნება. ჩვენ დაგდება ძალიან ბევრი სიურპრიზი, ძალიან ბევრი პრიზები და რაც თავია იტალიური ფეხბურთი იტალიური სიმღერასთან ერთად. პირველი თამაში და პირველი ემოციები, როგორ შეხვდნენ გულშემატკივრები ფეხბურთის დღესასწაულის დაწყებას და რას ელოდებიან აფრიკული ჩემპიონატისგან. არჩევანში პირდაპირ ჩართვები ფან-კლუბებიდან. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და გადაცემის ბოლოს ჩვენ ვისაუბრებთ დიდ ფეხბურთზე, რომელიც დღეს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. დიმიტრი ობოლაძე გვერდთობა ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში, რომელიც ივენთ ჰოლში იმყოფება და მე ვეჭვმაქ, რომ თელ ერთ თვეს დიმიტრი ივენთ ჰოლში გაატარებს და იქ უყურებს საფეხბურთო მატჩებს. დიმიტრი, ალბათ ახლა არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ფრანგების გულშემატკივრები უფრო მეტი არიან შეკრებილი ივენთ ჰოლში. უფრო მეტი კი არა, ურუგვაის გულშემატკივარი არ მინახავს, მართალი გითხრათ, ორგანიზებულად არიან მოსულები. საინტერესო თამაშია, მაგრამ პირველი თამაშები მაინც დაზაბულია ხოლმე როგორც წესი და შემდეგ უკვე ალბათ უფრო მეტი და მეტი ბურთი გავა. საყვირები, ეკიპირება, საფრანგეთის ნაკრების საკმაოდ დიდი ხმაურია დარბაზში და მოლოდინს ამართლეს პრინციპში ჩემპიონატის დასაწყისი თან ეს უზუზელას მუსიკალური გაფორმების თანხლებით მიდის ეს ყველაფერი. დიმიტრი, რა შეეხება ფსონებს? ანუ როგორ ნაწილდება ფსონები? საინტერესოა დღეს რა როგორ არის ეს ყველაფერი? ვიზე უფრო მეტია დადებული? საერთოდ ამ ხრივ ძალიან დიდი ინტერესია საქართველოში როგორც ყოველთვის. აქ არის მაქსიმალური კომფორტული სიტუაცია შექმნილი, ტოტალიზატორ მაქსიმუმის პუნქტია გახსნილი, სადაც ნებისმიერ რაოდენობის ფსონის დადება შეიძლება. ყველაზე მაღალი კოეფიციენტებია და საკმაოდ დიდი თანხაც არის დადებული დღეს ეს ამის გამოაშკარავება არ შეიძლება პრინციპში, მაგრამ ინტერესი მართლა ძალიან დიდია. მე ჩემს გვერდით იმყოფება ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გოგა გაბაშვილი, რომელიც არ არის არც საფრანგეთის, არც ურუგვაის ნაკრების გულშემატკივარი. გოგა, როგორი შაბაშტილებებია პირველი დღეა მსოფლიო ჩემპიონატს 4 წელი ველოდებოდით, როგორი შაბაშტილებებია? დიდი სიხარულია 4 წელიწადში ერთხელ. უნებრივია როგორც ჩვენ თქვი ზუსტად ისე პირველი თამაშები ცოტა დაძაბულია და იმედი მაქვს რომ შემდეგ თამაშებში უფრო გაიხსნება ეს ჩემპიონატი. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაც არის ძალიან დაძაბული კაი თამაში მიდის, მაგრამ უფრო კარგი თამაშები ალბათ იქნება ხვალზე ამ რამოდენიმე დღეში მაგარი თამაშები იქნება. თქვენი გუნდი ფავორიტი ჩემი გუნდი უცვლელად 78 წლიან მოყოლებული არგენტინა არის და დიეგო მარადონას ხო არ გაშფოთებთ ყველაზე მეტად გუნდში? როგორც ფეხბურთელი მხოლოდ აქტოვანებას იწვევდა და როგორც მსმელი შეიძლება ცოტა რაღაც თავიდან შემაშფოთებელი გადაწყვეტილებები კი მიიღო და ძალიან ბევრი დავა იყო არგენტინის გულშემატკივრებში ამ გადაწყვეტილებას დაგაშვება. ეს ბედიანი კაცია და შეიძლება ყველაფერი კარგად დაალაგდეს. დიდი მადლობა, გოგა გაბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რა ვიცი, ჩემპიონატი გრძელდება, უბრალოდ დღეს დაიწყო და მთელი 29 დღე არის ჯერ კიდევ წინ. ძალიან საინტერესო იქნება, ხვალინდელი დღეს კიდევ ორი ფავორიტი იქნება, ითამაშებს ხვალ და ინტერესი არ განელდება, პირიქით მოიმატებს ალბათ და პლეი-ოფიდან უკვე კულმინაციას მიაღწევს. დიმიტრი, ივენთ ჰოლში როგორ იკრიბებიან? ანუ ყველა გუნდის გულშემატკივარი მოდის თუ დღეს მაგალითად მხოლოდ ფრანგები არიან მოსულები? მოდის ყველა გუნდის გულშემატკივარი, თუმცა თვითონ ეს დიდი დარბაზი არის 8 ფავორიტი დიდი გუნდის გულშემატკივართა კლუბებს აქვს დამკვირვებელი, ასე შეიძლება ითქვას და როცა ესენი ერთმანეთს შეხვდებიან, მაშინ გულშემატკივართა შორის კარგი გაგებით ნამდვილი ბრძოლა გაიმართება. დარწმუნებული ვარ.
დიდი მადლობა დიმიტრი. მე უსურვებ ყველა ფეხბურთის მოყვარულს ძალიან ლამაზ სანახაობას. და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. დიმიტრი ობოლაძე საუბრობდა იმეთროიდან პირდაპირ ეთერში. ეს იყო არჩევანი დღეს. მე შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევანის ამ სეზონზე ბოლო გადაცემა გავიდა ეთერში. ხოლო სექტემბრიდან პოლიტიკური ток-შოუ კვლავ დაბრუნდება რუსთავი 2-ზე. მე გემშვიდობებით ამ სტუდიაში, ხოლო ორშაბათს ჩვენ კურიერში ვხვდებით კვლავ. ნახვამდის.